ამ სეზონის გამარჯვებულთან. გთხოვ ანდრია შემოგვიერთდი რანინასთან ერთად. ანდრია ფუტკარაძე, რანინას მეშვიდე სეზონის გამარჯვებული და საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ადამიანი, რომლის ბრალიც არის ის, რომ საქართველო და პირველი არხი არის წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა. გთხოვთ ანდრია შემოგვიერთდი. მაშასე რანინას მერვე სეზონის გამარჯვებული, ანუ საქართველოს ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გახდა ანიტა აბგარიანი. გილოცავ ანიტა. საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენს ანიტა აბგარიანი. გილოცავ. ნამდვილად იმსახურებ ამ გამარჯვებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად წარადგენს საქართველოს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე. სანდრო, ფანტასტიკური იყავი. ლაზარე, ფანტასტიკური იყავი. დიდი მადლობა ამ დღესასწაულისთვის. ბაჩე, დიდი მადლობა კიდევ ერთი დაუვიწყარი სეზონისთვის. ანდრია, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ სწორედ ჩვენთან დარდება საბავშვო ევროვიზია და კიდევ ერთხელ გულოცავთ რანინას მერვე სეზონის გამარჯვებული და ჩვენი ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანიტა აბგარიანი. დიდი მადლობა, რომ ეს ჩვენთან ერთად გაატარეთ. ჩვენ აუცილებლად ძალიან მალე შევხვდებით. რანინა ყოველთვის იჟღერებს პირველი არხის ეთერში. ბაჩი, დიდი მადლობა. წარმატებულს გისურვებ. ჩვენთან ერთად ყოველთვის განსაკუთრებულია რანინა. აუცილებლად გვიყურეთ პირველ არხზე. ჩვენ დამალე დავბრუნდებით. Thank you.